აბა ქალბატონებო და ბატონებო, ხლა კეთილი მანქანა იმყოფება მარნეულში. ჩემს უკან ნახავთ აი ამ ძეგლს შესანიშნავს და რა უნდა გითხრათ, ბოლოს მე მარნეულში რო ვიყავი, ნახეთ თქვენ მთელი თავგადასავლები. ქალბატონ ნანას, ვისაც დავეხმარეთ, ერთადერთი ქალბატონი აქ, რომელიც ეს ეხმარება მიუსაფარ ცხოველებს, რომელსაც ყავს ერთ სიტყვით ინვალიდი ძაღლები და მთხოვა მათთვის ეტლები. ნუ ვერ მოახერხა ის რომ დისტანციურად ავიღოთ ზომები, ამიტომ მე მიწევს ჩასვლა სოფელ ხიხანში, რომელიც ყოფილა მარნეულიდან კიდე 40 კილომეტრით იქით. რას ვიზავთ? რა გაეწყობა? უნდა დავждდე მანქანაზე, წავიდე, აუ სიტუაცია, ავიღო ზომები, ჩამოვიდე, დავამზადო და შემდეგ უკვე ჩავიტანო გამზადებული ეტლები და მოვარგოთ სუგრუმელას. თუ გაინტერესებთ ეს ამბავი და თავგადასავალი, მოვყევით და ნახოთ, დავიწყოთ ქალბატონი ნანა და მისი მიკედლებული სუგრუმელები. აბა წავედით. სუგრუმელებს ყვებავს პურებით, ძველი პურებით და მით რა ადგილი ახლა მივალუცვათ, შევიძენ ძველ პურებს და წავუღებ სუგრუმელების გამოსაკვებად. მონი მოვედი. მარნეულის ბაზარ. გამარჯობა. აქ მომასწავლეს რომ ძველი პური ქონიათ 40 თეთრად. თუ გაქვთ? რამდენად? ისე თეთროვი. ქალბატონი ყიდულობს ხოლმე ძაღლებისთვის პურს. ხო. და მითხრა რომ 40 თეთრად არის. ხო, yes და? აი გესწრება. ავედი, იყიდე. და მარნეულში დავწვარი სიმღერები გვაქვს. დავკოქეთ მანქანა და იალა. წავედი. მოვაგენი. Yes. აუ, რამდენი? როგორ ძანდებით? კარგად თქვენ? ჩვენც კარგად აი ვარდო. მე ეს ადრე ქედანიკო ჩვენი შემოსასვლელი და მე ძალიან ბევრი ვიარე. მაგრამ ნიჩევა. გამარჯობა. შენებლობა გონე. აი მეორე საქმე. გამარჯობა. ვალიდები მყავს, ფერსაღლები მყავს. ყველგან ძაღლიანი. ერთი ჩემ ოთახში არ არის მან. Yo, no, ჩუგრო, no. აი ორი თათით არის. მოდი. ვაა, რა სამი. დამხვდა ის, რასაც ველოდი. აჰა, ეს ერთი. რა უბედურაშია, ბიჭო. აი რა, ეხლა კარგად არის. ამას ხორცები აი გარეთ ქონდა. აი ნახე მოურჩინე. და წოლები. იცი რა დღეში ხორცები ქონდა გარეთ. სასწაულ დღეში იყო, სასწაულ. აი ნახე ცოტა დარჩა ეს, ცოტა და აი რა იცი რომ არის ხოხოს. ეხლა ის რო ექნება კალიას და გავასეინებ. დერი გამარჯობა. ნომადი. ნომადი, დონა. ივა. უთხარი გამარჯობა. უთხარი გამარჯობა. და სუჯობია. აი ცი ყავის იგი უნდა შევწერო ეს. კაი. მოკლედ ზომები აღებულია, შევიძლია წავიდე. ეს არის ეკომიგრანტული ჩასახლება ლავერი ხიხანის მხარეს და ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ დაახლოებით 30-40 კილომეტრის გავლა, რომ ჩავიდნენ მარნეულამდე. ქალბატონი ნანაც ესე დღეშია, მოკლედ ზრუნავს ამდენ მიუსაფარზე, ყავს ინვალიდი ცხოველები და ეხლა ჩემი მისიაა რომ უნდა ჩავიდე თბილისში, უკვე ზომები აღებული მაქვს, დავამზადო ეტლები და უკვე გამზადებული წამოვალ, მოვარგებ და დავუტოვებ. ვისაც სურვილი გაქვთ, რომ ცოტა შევაძლიეროთ ქალბატონი ნანამ, შეგიძლია ჩემომიერთდეთ საკვების კუთხით, საჭირო ნივთების კუთხით და დავეხმაროთ, გავაძლიეროთ. აბა, ბედნიერად.